მე ვფიქრობ საინტერესო ვიდეო ბლოგი გამოგივა დღეს. დარწმუნებული ვარ, რომელიც შეეხება ამ არსებული ხელისუფლების მოდი ასე გეტყვით, ვერ ქაჩუნობას, ესენი ხო, ვერ ქაჩავენ. საავტომობილო მრეწველობაში არსებობს რამდენიმე ძალიან ძლავრი ავტომობილი. Mercedes-ი გვახსენდება ყველას, BMW გვახსენდება, ახლა უკვე გვახსენდება ელექტრომობილების Tesla, რომელიც გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაიკლო იმ უკანასკნელი ამბების გამო, რომელიც თავს გადახდა დამფუძნებელ ელონ მასკს და ასე შემდეგ. აი, როგორი მანქანაა თუ რომელი მანქანაა პარტია ქართული ოცნება ან მისი რომელიმე წარმომადგენელი, გულახდილად გეტყვით, ბევრი მიფიქრი ამ თემაზე და არ ვიცი. ერთის მხრივ შემიძლია ცხადია ესე კარგად რო გავამივიდეს, რომ დავაკრინო ისი, რომ მოვინდომო, რომ დავაკრინო, შემიძლია შევადარო ჟიგულის, მოსკვიჩი კარგი იქნებოდა. ხო? საპოროჟეც და ასე შემდეგ. მაგრამ იცი, თლად ეს არ არის საქმე, ისინი სათავისოდ საკმაოდ კარგად მოქმედებენ ყოველ შემთხვევაში დღის მდგომარეობით. მაგრამ ერთია რამდენად კარგად მოქმედებენ ისინი სათავისოდ დღის მდგომარეობით და მეორეა რამდენად ვნებენ ისინი ქვეყანას სამომავლოდ და რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენენ ქვეყანას. ეს ხომ ფაქტია, აქედან გამომდინარე თუ იბიჭერებთ, ისინი საპოროჟეცე უარესი მანქანის გახსენება არ ვიცი ამდენად შესაძლებელია, მაგრამ ისინი სწორედაც რომ ზაპოროჟეცები არიან საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის გრძე საშუალო და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის. ახლა გეტყვით, რაშიც არის საქმე და რას გულისხმობ. გადაციკლულები არიან ესენი, რომ თუ Deep State დაამარცხებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ციტატა, მშვიდობის დამყარება და Deep State-ის დამარცხება ჩვენს რეგიონში არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაცია იგულისხმება Deep State-ის დამარცხებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონშიც. ეს ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეს კობახიძეს თუ მიგცევთ ყურადღება, სულ ტავტოლოგიები აქვს, სულ. ერთ წინადადება სიტყვის მერე სმნას გადმოიტანს ხოლმე და იგივე იმავე წინადადებას ამბობს. Deep State-ის წარმომადგენლები უხეშად წინააღმდეგებიან ამ მშვიდობის დამყარებას. აი, სწორედ მშვიდობაზე უნდა ვესაუბრო, კობახიძეს არა, კობახიძე ამას ვერ გაიგებს. კობახიძეს არა. უნდა ვესაუბრო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისმენს. Deep State-ის დამარცხება. ოკეი, წავყვეთ ამ ლოგიკაში. რა არის ეს Deep State-ი, რო კითხო ირაკლი კობახიძეს, ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძისეული წარმოდგენები Deep State-ზე და ის განსაზღვრებით წარმოდგენები Deep State-ზე, რომლებიც არსებობს შეერთებულ შტატებში, დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კობახიძე და პაპუაშვილი და ბიზნე ივანიშვილის მით დაავადებულები მუდმივად ამბობენ შემდეგ რამეს, რომ გლობალური ომის პარტია, ანუ Deep State-ი, ან პირიქით, Deep State-ი, ანუ გლობალური ომის პარტია, ანუ აიგივებენ, ხო, ტოლობის ნიშანს სვამენ. გლობალური ომის პარტია საერთოდ არ არსებობს, Deep State-ი, ოკეი, არსებობს. ჩრდილოვანი სახელმწიფო, ხო, უკან დგომის სახელმწიფო, ბიუროკრატია შეგვიძლია ესე ვთქვათ და ასე შემდეგ, რომელმაც ოკეი, თქვათ და გადაჭამა ყველაფერი შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ. და ეს Deep State-ი ვითომ ჩვენ გვებრძვის. ეხლა მშვიდობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. საქმე რაშია იცით? გლობალური მშვიდობა უნდა დამყარდეს ბევრგან. რამდენიმე ცხელი წერტილია დღეს მსოფლიოში. ორი მათგანი ჩვენ ვიცით, კარგად, მეტნაკლებად კარგად ვიცით, განსაკუთრებით კარგად ვიცით უკრაინა, იმიტომ რომ სენსიტიურია, მტკივნეულია ჩვენთვის, ასევე იცით, რომ ჯერაც მძიმე ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში, სირიაში. და უამრავი მოთამაშეა ამ სირიაში, არის თურქეთი, რასაკვირველია, არის ისრაელი, რასაკვირველია, არის სხვადასხვა ის ქვეყანა, რომელსაც თავისი ბუნებრივი ინტერესები აქვს. ერთ წამს გადავდოთ, ერთ წამს კი არა, დღეს გადავდოთ სირიის საკითხი და ვისაუბროთ უკრაინის კონფლიქტის ჭრილში ეგრეთ წოდებულ Deep State-ზე, ანუ გლობალური ომის პარტიას. კობახიძე და ბიზნესმენი დაავადებულები ამბობენ შემდეგ რამეს და მამუკა მდინარაძემ თქვა ეს რამდენიმე ხნის წინ წასცდა. ეს აღარ იძებნება სიმართლე გითხრათ ამ ქართული რუსული ოცნების სოციალურ გვერდზე, მაგრამ შესაძლოა არც იყო აღმოქვეყნებული და იქ კარდი კი ვნახე უზარმაზარი მამუკა მდინარაძის მთელი ტექსტი იყო დატანილი ამ ქარდზე.
რუსეთსო თავს დაესხდენო. რუსეთი ჩართეს ამ კონფლიქტშიო. თითქოს უკრაინაში რუსეთი კი არ შეიჭრა, არამედ პირიქით უკრაინა შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე იმ თავითვე, ანუ 22 წლის თებერვალში. და ეს ყველაფერი გააკეთაო Deep State-მა. ეს ყველაფერი გააკეთა გლობალური ომის პარტიამ, რომელსაც უნდა ომიო. ხო სიგიჟეა, მაგრამ სიგიჟის გარდა ეს არის მავნებლობა. და მავნებლობა არის სხვა თვალსაზრისითაც. ერთ წამს წარმოვიდგინოთ, რომ არ მინდა დავარქვამას ტრამპისეული გეგმა, მაგრამ ერთ წამს ესე ვიტყვი, მშვიდობა დამყარდა, მშვიდობად წოდებული დამყარდა უკრაინის ტერიტორიაზე იმ პირობებით, ან სანახევროდ იმ პირობებით, რომლებიც აწყობს, რომლებიც სურს, რომლებიც უნდა რუსეთს. და რუსეთმა დაიპყრო თუნდაც ხერსონის და თუნდაც ზაპოროჟიეს ნახევარი ესე ვიტყვი, ასევე პრაქტიკულად მთელი ლუხანსკი, პრაქტიკულად მთელი დონბასი და რეალურად მთელი ლუხანსკი და დონბასი და ყირიმი ხო ისედაც დაპყრობილი აქვს. და დამყარდა მშვიდობა. არანაირი კონფლიქტი აღარ არსებობს რუსეთსა და უკრაინას შორის. ამის პარალელურად არანაირი სამშვიდობო ჯარი ევროპული არ ჩადგა გამყოფ საოკუპაციო ხაზზე და არც უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები არ მისცეს უკრაინის დარჩენილ ტერიტორიას, ანუ ოდესას, ხარკოვს, სუმის, კიევს, ასაკვირველია, ლვოვს და ასე შემდეგ. დნეპროპეტროვსკს და ასე შემდეგ. აი ჩავთვალოთ, რომ ეს მდგომარეობაა, რაზეც ოცნებობს მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და ბიზნესმი დაავადებულები, რაზეც ოცნებობს. მოაწირა ხელი ამაზე ზელენსკი, მას მერე ზელენსკი წავიდა, მოვიდა, ავიცი, ყველაზე უფრო პრორუსი, რაც უნდა მამუკა მდინარაძეს რომ მოვიდეს იქ პრორუსი, ანუ იქაც მოვიდეს ბიზინა ივანიშვილის მსგავსი, იანუკოვიჩი დავარქვათ ერთს. დროთა განმავლობაში ამის შემდეგ რუსეთი მიაღწევს მიზანს და დროთა განმავლობაში იწყება ამ რუსეთის ტერიტორიაში არაღიარებული ტერიტორიების დონბასი, ლუხანსკი, ხერსონის ნაწილი თუნდაც, ზაპოროჟიეს ნაწილი თუნდაც და ყირიმი მთლიანად. ამის ინტეგრირება, კონფლიქტი იყინება და უკრაინა ვეღარასოდეს ვეღარ დაიბრუნებს. უკრაინა თუ ვერ დაიბრუნებს ახლა ომით, ვერ დაიბრუნებს ამ ტერიტორიებს ვერასოდეს. ეს დამატებით სტიმულს აძლევს Deep State-ის დამარცხება ამგვარი მეთოდით, გლობალური ომის პარტიის დამარცხება ამგვარი მეთოდით, დამატებით სტიმულს აძლევს ჩვენი ტერიტორიების დედაქალაქებში, ან de jure ჩვენს ტერიტორიებზე გამაგრებულ სეპარატისტულ რეჟიმებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვა ამგვარი რამ და იტყვიათ კიდეც. რომ კი არა ოხერი. თუ დონეცკი დაუკანონდა რუსეთს და Deep State-ი დამარცხდა ამგვარად გლობალური ომის პარტია, რატომ არ უნდა იყოს აღიარებული ჩვენი დამოუკიდებლობა, ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. და ვაღიაროთ. თუ არ აღიარების პოლიტიკა მოირღვევა ამის შედეგად. თუ ტერიტორიული მთლიანობის საზღვართა ურღვევობის პრინციპი დაიშლება და დაინგრევა, მათ აფხაზებს და მათ ოსებს ეკნებათ ბჭყალებში და საკვირველია, მაგრამ ერთგვარი დემაგოგიური, სოფისტური თუ გნებავთ ესე ვიტყვი, დემაგოგიური სოფისტური არგუმენტაცია, რატომაც ისინი უნდა იყვნენ ერთი მთლიანი ქვეყნის საქართველოს საზღვრების მომრღვევები, მთლიანობის მომრღვევები და დამოუკიდებლობის აღიარების მსურველები. ჩვენი საგარეო პოლიტიკა და დიპლომატებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემზე ბევრად უკეთ იციან ეს, ვინც დარჩა, თუნდაც მათ გულისხმობ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი არის არაღიარების პოლიტიკა. მესმის, რომ შვედეთი არასოდეს არ აღიარებს აფხაზეთს, პირობითად შვედეთი დამოუკიდებელ სუბიექტად. იმიტომ რომ შვედეთზე ვერ მოახდენს რუსეთი ესეთ პუშინგს, ესეთ ზეწოლას. მაგრამ თქვენ არ იცით, მაყურებელს მიმართავ და მდინარაძემ და კობახიძემ კი შესანიშნავად იციან, რამდენად დიდი ამბები იყო და არის და იქნება მაგალითად ლათინურ ამერიკაში. რამდენად სურდა და სურს რუსეთს რომ აღიარებინოს ცალკეულ ლათინურ ამერიკულ სახელმწიფოებს ვენესუელის გარდა, რომელსაც აღიარებინა ჩვენი სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, დამოუკიდებელ სუბიექტებად და ხუხულასავით ჩამოიფშნება მაშინ, თუ ეგრეთ წოდებული მშვიდობა იქნება დამყარებული
უკრაინაში და ამით საზღვრების ურღვევობის პრინციპი როგორც ესეთი დაინგრევა, დაიფშვნება, აღარ იარსებებს. Deep State დაამარცხოსო. ესე იგი გლობალური ომის პარტია დაამარცხოს. ტრამპა ამას რო ბრძანებს რომელიმე ეს უგვანი, ანუ ობახიძე მდინარაძე პაპუაშვილი თუ სხვები და სხვები, ოკეი, რასაკვირველი უნდა, რასაკვირველი მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ უსამართლო მშვიდობა არ არის. და მშვიდობა, რომელიც თეორიულად მაინც გაყინავს კონფლიქტს 10 წლეულებით, 100 წლეულებით უკრაინაში. მშვიდობა, რომელიც და ეს იმ პერიოდში გაყინავს, როდესაც ახლა ხვალზე პირობითად შესაძლებელია თეორიულად მაინც ამ ესოდენ დასუსტებული რუსეთის ძალიან დასუსტებულია რუსეთი დამარცხება. ახლა ეს ამოსუნ თქვა და მშვიდობის კალათაში ჩახტომა არის კონცეპტუალურად დამღუპველი. მესმის რომ უზარმაზარი პრობლემები აქვს უკრაინას, მაგრამ ბევრად მეტი პრობლემები აქვს რუსეთს. მაგრამ ეს ყველაფერი დამღუპველია კიდე დამატებით იმიტომ, რომ ამის შედეგად თუ ძლიერი ამერიკა იქნება ამგვარი ყალბი მშვიდობის გარანტორი, ამგვარი ყალბი მშვიდობის პრომოუტერი, ამგვარი ყალბი მშვიდობის დამყარების მსურველი, რომელიღაც ეტაპზე რუსეთი იტყვის, რომ აი ეს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ან შემოგვიერთდება რუსეთში და ისიც აღიარეთ ჩვენს ტერიტორიად, ან დე-ფაქტო მაინც აღიარეთ და არავინ არ უნდა იფიქროს მათ დაბრუნებაზე არც ძალისმიერი და არც მშვიდობიანი გზით, იმიტომ რომ რუსეთი ხო ვილიკაია სტრალა, რომელიც ფართოვდება მათ შორის კავკასიის რეგიონში, ან აღიარეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. და თუ ამერიკა ამბობს ამას, ამერიკა რომელიც ყოველთვის იყო, აქვე ვიტყვი, ყოველთვის იყო ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი. ამერიკა წინა პრეზიდენტების პირობებში და ამ პრეზიდენტობის პირობებში, პრეზიდენტის პირობებში რასაკვირველია იქნება, მეთქი ეს უნდა თქვა, აბა რა უნდა თქვა. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ამბავში, ყალბ ნარატივში, სიხალბეში გადაიზარდა, გაიყინა კონფლიქტი, რუსეთს თეორიულად დაუკანონდა და არასდროს თქვა, დაუმტკიცდა ეს მის მიერ მიტაცებული ტერიტორიები შერჩა ესე ვიტყვი, თუნდაც ნაწილი, თუმცა ყველაზე აქ პრეტენზია იცით თქვენ ადმინისტრაციულ საზღვრებში და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ინგრევა ჩვენი არაღიარების პოლიტიკას. აი, მამუკა მდინარაძე, რომელიც საერთოდ იმას ამბობს, რომ რუსეთს დაესხნენ თავსო, რუსეთის პროვოცირება მოახდინესო, თითქოს რუსეთი არ იყოს აგრესორი და აგრესორი იყოს უკრაინაც, ან უკრაინა, ან Deep State, ან გლობალური ომის პარტია, რეალურად აფხაზეთიდან დევნილებო, თქვენ მოგმართავთ პირველ რიგში, ცხინვალის რეგიონიდან დევნილებო. ის იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერასოდეს ვერ დაბრუნდებით. არაღიარების პოლიტიკა თუ ჩამოიფშვნება მსოფლიოში და ჩვენთან მიმართებაში რასაკვირველია, თქვენ ვერასოდეს ვერ დაბრუნდებით. ახლაც ხო როგორ ბრუნდებით, რამდენად რთულია, მაგრამ ახლა არსებობს იოტისოდენა იმედი რუსეთი დასუსტდა, თქვენ შეხვედით. რუსეთი დასუსტდა, მოირღვა სეპარატისტული რეჟიმები, თქვენ შეხვედით. იქ არის რეპარაციის საკითხი, ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი, თქვენ ქონებას ვინ გიბრუნებთ, ხალხთა შორის ურთიერთობის აღდგენის საკითხი, უამრავი საკითხია. წარმოუდგენლად, რომ ვერც ჩამოთვლი იმდენია. მაგრამ თეორიული იმედი მაგის არსებობს, რომ ჩვენ შევრიგდებით, ჩვენ და აფხაზები, ჩვენ და ოსები, რუსების გასვლის შემთხვევაში. თუ რუსები აქ შემოდიან, მით უმეტეს ბაზით, რასაც სხვათა შორის ჩალიჩობს ბიზინა ივანიშვილი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერასოდეს ვერ აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ რომ ვილიკაია რასიას უნდა საქართველოს მთლიანად და სავაჭრო თბილისთან სავაჭროთ უნდა, სათამაშოთ უნდა აფხაზეთის ოხუმი და ცხინვალის რეგიონი რომ ივაჭროს, რომ ჩვენი პროგრესები ევროკავშირის მიმართულებით, მათ შორის და ნატოს მიმართულებით მით უმეტეს გააჩეროს. ახლა ითქვა, ვუჭერთ ხარს აი ამიტომ არიან ესენი რუსები, აი ამ რუსებს ვუჭერთ ხარს? მე მაქვს პასუხი, არა, არ ვუჭერთ. ეს პირები არიან შესაბამისად საქართველოს მოღალატეთა სიაში ჩასაწერი თუ უკვე ჩაწერილი პირები. სია ხო არსებობს, საიდანღაც დაწყებული, არ ვიცი მე. ყორღანაშვილს ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა კობახიძეს ქარაფიდან, მდინარაძეს ქარაფიდან, პაპუაშვილს ქარაფიდან, კიდე რაგვარები არიან ვიღაცეები, ხო? სოზარ სუბარს ქარაფიდან, ასე შემდეგ და ბიზინა ივანიშვილს ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა. მე ხა ფიზიკურ ძალადობისკენ კი არ მოუწოდებ. კარგად უნდა აქვს და რომ ეს არის პოეტური სახე იმისა, რომ ის რეალურად მოხდა ის, რაც მოხდა, ხო? საჩინო ბარათაშვილმა რაც გააკეთა, მაგრამ ამაზე კი არ უნდა აქ ისტორიის სანაგვიში გადასასრულები არიან ხსენებული პირები. არაღიარების პოლიტიკა ჩავარდება ჩვენი თუ
ისე სარუსეთოდ წავა პროცესები მსოფლიოში, რასაც ლამობს ბიზინა ივანიშვილი. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, არჩევნები უნდა მოითხოვოთ თუ არა, თუ არჩევნები შედგა, უნდა გაუშვათ თუ არა ეს სათავისო ერთის მხრივ, მაგრამ რეალურად რუსეთის ინტერესებს რო ემსახურება ის ხელისუფლება.